საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ნამდვილი ახალი წელია. ქართული ახალი წელი, რასაც ქვია და მართლმადიდებლური და ქრისტიანული და გილოცავთ ყველას მრავალს და ესწარით. ვისურვოთ, რომ ეს წელი იყოს საქართველოს სიკეთისკენ მობრუნების წელი, ეროვნული ცნობიერების ამაღლების, წყეული მიშისტ ბიზნესისტ სოროსისტ, რა ვიცი, ბიონაგავიდან განთავისუფლების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დადგომის წელი ყოფილიყო საქართველოსთვის და ეს წყეული ხალხი ყველა გვენახოს საქართველოს მტრები განადგურებული ამ წელიწადს. თუმცა რთული წელიწადი რო იქნება მთელი მსოფლიოსთვის ჯერ არ დაწყებულა და უკვე ხელის გულზეა და ჩანს. ამიტომ მე პირდაპირ გადავალ საქმეზე, ბევრს რო არ მოგაწყინოთ თავი, აი მილოცვებით. თავშივე მინდა გითხრათ, რომ აი ქვემოთ მითითებული მაქვს ჩემი ტელეგრამის არხი, რომელი ტელეგრამის არხიც არის ჩემი და ჩემი მეგობრის, ასე რომ ვთქვათ, მმართველობის ქვეშ და ყოველგვარი ცენზურის გარეშე, რომელიც ცენზურაც ვრცელდება YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია, მათ შორის ესეთ რთული პერიოდი, როდესაც ირანში რეალურად რა ხდება ჩვენ მეზობელ ქვეყანაში. დახშული არის საინფორმაციო წყაროები და ინფორმაცია ხდება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ფორმებით გაშუქებული, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ შეგბრძანდეთ და ჩვენს ხელთ არსებული რა ინფორმაციებიც მოგდის ირანიდან, შეგიძლიათ ნახოთ თქვენივე თვალით და თქვენ თვითონ გაუკეთოთ ანალიზი 100%-ით ამ დროს არანაირი ინფორმაცია არ დაიჯერება, მაგრამ ეხლა რაც ხდება საერთოდ საინფორმაციო სივრცეში, საგიჟეთი არის, როგორც გახდა ცნობილი, დღეს მთელი საქართველოს უკნიდან განათლებული ადამიანები აი იკრიბებოდნენ თურმე შეკრებილან ჩაუტარებიათ აქცია ირანის საელჩოსთან. რამოდენიმე ვიდეო ვნახე და ფერეიდნელი ქართველები ლაპარაკობდნენ იქ და მადლობაო 40%-ო აქო ადგილობრივი მოსახლეობა არისო მოსულიო, ყოჩაღ ბიჭებო და გოგოებო, უკნიდან უნდა შემოუაროთ ყველაფერს, ჯერ ირანი უნდა გადაარჩინოთ და მერე საქართველო უნდა გადაარჩინოთ და ასე უნდა შევიდეთ მერე საქართველო და ირანი ერთად ევროპაში, შიგ ევროპაში, ღრმად. თან შაჰ-აბასის დროშა გქონდეთ აუცილებლად მოხვეული, სეფივიდური ირანის დროშა და აფრიალეთ და წინ დემოკრატიას უძახეთ, მე რა უნდა უთხრა, დაზომბირებულ, დადებილებულ ადამიანებს, რომლებსაც იმდენი განათლება არ ყოფნით, რომ დაუძინებელი მტრის დროშა ბეჭებზე მოიხვიოს და გამოვარდეს ქუჩაში და ირანზე დაიწყოს ფიქრი, როცა მისი ქვეყანა არის თავზე დაქცეული. ეს ხალხი არასდროს არ შეწუხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებით, არასდროს შეწუხდება საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობებით და ასე შემდეგ, მაგრამ აი შიგ ირანში რა ხდება, ხო? აი მაგისთვის ნამდვილად შეწუხდება და რუსული კანონისთვის შეწუხდება და რაღაცა უფლებებისთვის შეწუხდება, ამიტომ თქვენ თვითონაც ხო ხვდებით რა ბიონაგავი იყო იქ მიკრებილი. ახლა რატო ხდება ეს ყველაფერი? ჯერ დავიწყოთ იქედან, გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ მრავალს და ესწარით ბოდიშით თქვა სათქმელი და შემდეგ ვისაუბროთ ყველა თბილი მოკითხვებიდაც და კითხვა-პასუხითაც. ჯერ გავაანალიზოთ სიტუაცია რა ხდება. სიტუაცია ირანში არის ტრადიციულად მძიმე და მძიმე კი არა, უმძიმესი არის, იმიტომ რომ ირანში, რასაც ესენი აჩვენებენ მშვიდობიან პროტესტებს, არანაირი მშვიდობიანი პროტესტები უკვე არ იმართება, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ შევბრძანდეთ ისევ და ისევ გეუბნებით არხზე და ნახოთ. ეს არის ეგზალტირებული ბრბო, რომელი ეგზალტირებული ბრბოც ორიენტირებული არის პირდაპირ სახელმწიფო შენობების დანგრევისთვის, დაწვისთვის, სამართალდამცავების ლიკვიდაციისთვის.
პროვოკაციების, ქაოსის დასათესად და ამას რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ასევე მეჩეთების, წარმოიდგინეთ ისლამურ რესპუბლიკაში მეჩეთების დანგრევისთვის და სასულიერო პირების, მოლების და ხოჯების საფლავების შეურაცხყოფით. ამიტომ ყველა კარგად ხვდება სინამდვილეში რა ძალასთან არის საქმე. ეს არის უღმერთო, ურწმუნო, ურჯულო, აი ესეთებს როგორცაც ჩვენ ხედავთ, მსოფლიოს საერთაშორისო შუალი ფუჩუკუტუ ორგანიზაციები, რომელი ფუჩუკუტუ ორგანიზაციებიც ქმნიან ასე მსოფლიო გლობალისტების ნაგავს, რომლებსაც ამა თუ იმ პრობლემებიდან გამომდინარე შემდეგ იყენებენ, როგორც არის ეს სლავა უკრაინის ნაგავი შექმნილი მთელს მსოფლიოში, ეს სლავა ირანის ნაგავიც იკრიბება თავისთავად, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არ არის. ეხლა რამოდენიმესთან არც მიიღეს, იცი, აზრი არ აქვს, რომ ამ ხალხს დაუწერო კომენტარები, მაგრამ დამიწყეს რაღაცა გაცვეთილი სიტყვების წერა, რომ თურმე ირანის ხელისუფლებამ ეკონომიკურ გაჭირვებას უპასუხა, ესა რა ქვია, ხისტად ფეხებზე დაიკიდა და ამის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი თურმე და აი საწყალი ხალხი ის რაც 1000 ჯერ დადგმულია, 1000 ჯერ ნანახია, ერთი კაცის მოფიქრებულია, ერთი ხელწერით ხდება ყველგან, როგორც ხდებოდა არაბული გაზაფხულის დროს, მაიდანზე, აქ ვარდების რევოლუციის დროს და ასე შემდეგ, ყიგინდა ყირგიზეთში, მაგრამ ახლა ესე დებილ ხალხს ვერაფერს ვერ უზამ, ყოველთვის არსებობს და იარსებებს პროპაგანდით გამოკლეებული ხალხი, რომლებიც დაგიწყებენ ლაპარაკს, რომ აი ირანის ხელისუფლება თურმე რას უკეთებს ხალხს. დღეს მინდა გითხრათ, რომ ირანში ჩატარდა დაკრძალვა სამართალდამცავების, რომელიც სამართალდამცავებიც შეეწირნენ, რა ვიცი, როგორც ხდება ინფორმაცია, პერიოდულად ახლდება, დაახლოებით 114 სამართალდამცავი არის დაღუპული, პოლიციელები, უშიშროების ძალები, ვინც არიან. და იყო 10,000 კაციანი მსვლელობები, უზარმაზარი მსვლელობები მიაცილებდნენ ამ ხალხს დასაფლავებაზე, როგორც ეროვნულ გმირებს ისე მარხავდნენ. იყო ერთი წევილი კევილი უბედურება, ძალიან დიდი უბედურება ხდება, რომ გითხრათ, იქამდე 3 წლის ბავშვიც კი არის მოკლული. და მოკლული არის სხვათა შორის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი აქტივისტების მხრიდან მამას ჩააკლეს ხელში. აი, სამხედრო სალამით მიაცილებდნენ ამ გარდაცვლილ სამართალდამცავებს ირანში. მოკლედ ძალიან დიდი ამბები არის ატეხილი. ირანი ძალიან კარგად არის მობილიზებული, გამოცდილი არის ვისთან აქვს ბრძოლა და რასთან აქვს ბრძოლა, ამიტომ გადაწყობილი არის თავიდან ბოლომდე სამხედრო რელსებზე და რა შეიძლება მოვლენები იქნას განვითარებული ჯერ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. თვითონაც აღიარებენ ამერიკელებიც და ყველაზე პირწავარნელი უკან განათლებული პროპაგანდისტები, რომ ირანში სახმელეთო შეჭრა გამორიცხულია, 1% შეუძლებელი არის, ეს ვერ მოხდება, არ მოხდება არანაირად. შესაძლებელი არის, რომ იქნას იერიშები მიტანილი, როგორც ჩვევიათ საერთოდ ამერიკელებს და დასავლეთის ხელწერა როგორც არის, თუმცა არაბულმა ქვეყნებმა და ისრაელმაც კი გააფრთხილეს ტრამპის ადმინისტრაცია და მიმართეს თხოვნით და რჩევით. ძალიან გთხოვთ რა ადამიანურად გავთიშა უბრალოდ კომენტარებს, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა, რომ ამერე ვატვინე უბრალოდ ამდენი მას კითხვა პასუხს. სინქრონში ხო ვერ გიპასუხებთ გადალოცვილებ. გააფრთხილეს ამერიკის ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაბედოს და არ მიიტანოს იერიში ირანზე. სამხედრო იერიში, რადგან ეს არანაირ შედეგს არ მოიტანს, ეს პირიქით უფრო გააძლიერებს ირანის ხელისუფლებას, არ არის ეს ხელისუფლება ისე დასუსტებული, რომ ჭირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ 2-3 დაბომბვის შედეგად პრობლემის მოგვარება და მის მაგივრად გააძლიერონ მხარდაჭერა ჰიბრიდული ძალის, ანუ ქუჩაში გამოსული ადამიანების, რომლებიც სამოქალაქო პროტესტს ეწევიან. ახლა
რაზე უნდა ელაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვისი სიცოცხლე ფეხებზე კიდიათ, არ აინტერესებთ, ახლა სხვა ქვეყნის მოქალაქეების რო არ აინტერესებთ, სხვა არის, მაგრამ აი ეს ყოფილი შახი, რომელიც თავს ასაღებს თვითონ გარდამავალი მთავრობის პირველი პირი უნდა იყოს, აცხადებს, რომ მიდით ხალხო თქვენ იომეთ, თქვენ იბრძოლეთ სისხლი ღვარეთა, ჩვენ აქ ვართ და ტრამპი ახლავე ჩვენ წამოგვეხმარება და ტრამპმაც გააკეთა ესეთი განცხადება, რომ მიდით დაიკავეთ თქვენ დაიპყარითო ესო ადმინისტრაციული შენობებიო და დახმარება გზაშიაო და მოვაო და რა იქნებაო ახლა ეს დახმარებაო კითხესთან, იქნებაო ალბათო ესო რა ქვია ეკონომიკური სანქციებიო, კიბერ შეტევებიო და ჩვენო მხარდაჭერაშო გამოვაცხადებთო კაცო როგორ შეგვიძლიაო და გავიმარჯვებთო და რაც ეს ბოდავს, მაგრამ ფაქტია ის, რომ რეგიონში სადაც არის ამერიკელი სამხედროები და ისრაელის არმია მთლიანად მობილიზაციაზე არის გადასული. გადასული არის იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ იცის ირანში როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა რაც შეეხება თვითონ ირანის პოზიციას. ირანმა პირდაპირ გააფრთხილა რეგიონის ყველა ქვეყანა, სადაც არის განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზა. ეს არის გაერთიანებული საემიროები, ეს არის კატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი მათ შორის, ერაყი, ეს ქვეყნები პირდაპირ გააფრთხილა, რომ იქ სადაც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი იქნება. აბსოლუტურად ყველა ბაზა, ყველა ტერიტორია იქნება ირანის სარაკეტო დარტყმების ლეგალური ცელი, მიზანი. გაცრავთ ეს წარმოვცდეს რუსული ტერმინი. შეუთვალა პირდაპირ ყველა ხელისუფლებას და გააფრთხილა, რომ ჩვენ თქვენთან არ აგვაქვს არანაირი პრეტენზია, მაგრამ ჩვენთვის არის საფრთხე და ჩვენ საფრთხეზე მივიდანთ იერიშებს. როგორც ხდება ცნობილი, ამერიკელებმა კონტინგენტს და ზოგიერთ ბაზებს, მათ შორის კატარში, რომელიც წინა 12 დღიანი ომის დროს ირანმა დაბომბა, გამოუცხადა, რომ დაშლილიყვნენ და პერსონალი ბაზებზე არ მოსულიყო და შეიარაღებული ძალების გადაჯგუფებას ახდენს. იმიტომ რომ ფაქტია ის, რომ ირანის ჰიპერბგერითი რაკეტების გადაჭერა შეუძლებელი გახდება. უმრავლესობა ძირითადად ფიქრობს და ემხრობა იმას, რომ ირანიდან შეიძლება მაქსიმალური წარმატება, რაც შეიძლება დასავლეთმა მოიპოვოს ირანში, ეს არის სირიის სცენარით განვითარება ირანში, რომელიც სირიული სცენარით, როგორც გეუბნებოდით წინა გადაცემებში, გაიწელება და გაიწელება ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ფაქტია ის, რომ საერთოდ ეს შიგ დასავლური და ეს პროამერიკული ძალები და ესენი ეძებენ მასებში, საზოგადოებაში დასაყრდენს რეგიონის ქვეყნებში, რომელიც ხალხი მხარს დაუჭერს. ამიტომ მუშაობს 1000-ნაირი პროპაგანდა. არ დაისჯეროთ არანაირი პროპაგანდის, რომელი პროპაგანდაც ვრცელდება და ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ყველა ტელევიზია არის თავიდან ბოლომდე ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სამსახურში ჩამდგარი და აი მაგალითად აცხადებენ ესეთ რაღაცას. ემოციური ფონით რო იქნას გაკეთებული განცხადება, რომ ირანის ქალაქ ისპაჰანში თურმე რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველი იყო მოკლული. არის მოკლული. სისულელია ყველაფერი, პირდაპირ გეუბნებით, ტყუილია, იმიტომ რომ ტყუილია რას ვამბობ? შეიძლება მეტიცაა მოკლული. სიტყვაზე ვამბობ. მეტიცა შეიძლება მოკლული. მაგრამ არავინ არ იცის სვერპლის ჯერ რაოდენობა, იდენტიფიკაცია, არავინ არ იცის ვინვინა მიმდინარეობს მორგებში, შეგზამდით და ნახეთ, ისევ გეუბნებით დევს ეგ ვიდეოც. იდენტიფიცირება ჯერ ვინ არის დაღუპული ის გაარკვიონ და არავინ არ იცის ის ფერეიდნელია, არაფერეიდნელია, ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელიც საინფორმაციო ომის ნაწილიც განსაკუთრებულად მოქმედებს საზოგადოებაზე. რომ აი იქაურ ქართველობას ხოცავენ და შენ ამას როგორ არ გმობ, ქუჩაში როგორ არ გამოდიხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ქართველი ამ ურჯულოებს, რომლებსაც ეროვნება და მამის სახელი და ეთნიკური წარმომავლობა საერთოდ არ ახსოვთ,
ეხ გამოდიან და წივიან და კივიან რომ თურმე 20-ზე მეტი ქართველია მოკლულიო და ყავთ ვიღაცები გამოყვანილი რომლებიც ამბობენ პირიქით 30-იო თუმცა ამას ვერ ვამტკიცებ თუ პირდაპირ გეუბნებთ ესა ტყუილი ჩვეულებრივი ტყუილი არის არავინ არ იცის იქ ვინა მოკლული და რამდენია ისეთი ტყუილი როგორი ტყუილიც იქნა გავრცელებული ამ არეულებების დროს რომ თურმე ფერეიდნალი ქართველები აჯანყდნენ ირანში და სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა დაიკავეს ამას აქვეყნებდა გიგაბოკერიას ცოლის ტელევიზია ჩერგოვიზია აქვეყნებდა ამ ინფორმაციას რომ ეს ახალი წლის დღეებში რომ თურმე ადგილობრივმა ფერეიდნელმა ქართველებმა დაიპყრეს თურმე სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა და ოჩახი ну ახლა ბაზა თუ დაიპყრეს ალბათ ბაზის აღებას 20 ფერეიდნელი შეეწირა ღმერთო შემოშული ჩვენს გამოშტერებულ ხალხს ეხლა რაც შეეხება აი ამ საკითხებს ძალიან პოპულარული არის და დაფრინავს სოციალურ ქსელში აი ეს საინფორმაციო ომის ნაწილი არის რომ ვიღაცა ახალგაზრდას თურმე და ახალგაზრდებს თურმე ირანი თურმე სიკვდილით დასჯის და ჩვენ ეს ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ ეს ხალხი არის გადასარჩენი თურმე და რამენაირად ჩვენ უნდა გადავარჩინოთ თურმე ეს ხალხი არ ვიცი ალბათ ირანის საელჩოსთან შეიკრიბებიან და გამართავენ მიტინგს და გადაარჩენენ ახლა რაც შეეხება ამ საკითხს მიუხედავად იმისა რომ ირანი აუცილებლად და სასტიკად დასჯის აბსოლუტურად ყველა მეხუთე კოლონის წარმომადგენელს იქ არ მიდის ისა რა ქვია მაღალფარდოვანი სიტყვებით მოფერება პირდაპირ არის ვიდეოები სადაც იარაღებით თავს ესხმიან პოლიციელებს ხდება მოლოტოვის კოქტეილები დაწვა მაღაზიების, სახლების, მეჩეთების ასე შემდეგ და იქ არის პირდაპირ მითითებული ესენი არიან ცერეუს და მოსადის აგენტურა რომელი აგენტურაც უნდა იქნას განადგურებული მე არ ვამბობ იმას რომ ირანელები თავზე ხელს გადაუსვამენ მაგრამ აი ამ ლამაზი ახალგაზრდების წარმოჩენა და იმაზე რა ქვია ხალხისთვის ეს გულის მოწურვა ეს პროპაგანდის ნაწილი არის ჯერჯერობით ასე სწრაფად სასამართლო არ ჩატარებულა მიუხედავად იმისა მიღებული არის სწრაფად მოქმედების გადაწყვეტილება ტრამპს რო დაუსვეს კითხვა თვითონაც საქმის კურსში არ იყო რა უიო მართლა უახჩობენო ხო და თუ ჩამოახჩობენო მაშინ პასუხსო ჩვენს გავცემთ ჩვეულებრივი საინფორმაციო ომის ნაწილი არის ისევე როგორც ვიღაცა ესა კანადის მოქალაქე ვიღაცა გოგოშკა გამოხდა და ხომეინის აიათოლა ხომეინის იმით რა ქვია ნახატით სურათით სიგარეტს უკიდებდა და იმ წუთში ააგდეს ყველაფერი აი ეს გმირი ირანელი ქალი და როგორი იქცევა ეს ქალი და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ეს იყო ირანული წარმოშობის კანადის მოქალაქე რომელიც კანადაში ცხოვრობს და ჩაწერეს რაღაც 20 წამიანი პერფორმანსი რომელიც შემდეგ ტელევიზიებმა აქციეს მათ რა ქვია ჰიტად ასე რომ ვთქვათ ამიტომ ესეც აი ამ ახალგაზრდების დასჯა ჩამოხშვა ყველაფერს დააბრალებენ ჯერ ისედაც ყველაფერს აბრალებდნენ მაგრამ ყველაფერს დააბრალებენ ტყუილია ეს ყველაფერი მე არ ვამბობ იმას რომ არ მოხდება აუცილებლად ირანი ძალიან მკაცრად და სასტიკად ესა რა ქვია თორნიკე ნოზაძე დედა შენთან უნდა მივიდე ირანში არა აი დედა შენთან უნდა მივიდე ზუსტად მაგ სიტყვების გამო ირანში არა აი დედა შენთან უნდა მოვიდე დაწყმარდი ახლა ხო შენი გამზრდელიც მოწყანდა შენ წილკაბიანებში შევეცი 18 წელზევით აი ეს დედა შენთან რომ მოვალ იქ დამხვდი შენი სოროსელი დედა მოტყა მე და შენაირი დედა მოტყუნლების ყველას ეს ასე ეგეთი ნაგავი ბლომად იქნება რასიზამ ადამიანი ვარ მეც და ხანდახან ნერვები მეშლება აი ესეთი ბიონაგავი იქნება მონახული ყველგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დაიდგმება ის სცენარები რომელიც სცენარებიც იქნება რომელიც სცენარებიც დადგმულა
თავარი პრობლემა და ძირითადი პრობლემა ისევ და ისევ რჩება ამ პროტესტების განვითარება. მე გეკითხებით თქვენ, აი სვამ ერთ ლოგიკურ კითხვას და თუ არსებობს ვინმე, ვინც გამცემს პასუხს, არის ნორმალურ ფარგლებში გამცეს პასუხი. მაჩვენეთ თქვენ მე ის სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფოც 117 პოლიციელის მკვლელს მოექცევა ჰუმანურად. მე კითხვას ვსვამ. თუ წარმოგიდგენიათ სოფლიოში არსებობდეს რომელიმე ესა რა ქვია სახელმწიფო, რომელიც საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავის 117 მოქალაქეს თავზე გადაუშვებს, ეს 117 პოლიციელის მკვლელ მოქალაქეებს თავზე გადაუშვებს ხელს. მე არ მეგულება ესეთი სახელმწიფო, არ მეგულება ესეთი ყველაზე მეტი ისეთი აი ბანზი და ყველაზე მეტი დემოკრატიულს რო უძახიან თუ რა ვიცი რა გაიმასკნელი ადამიანის უფლებებთან, რა ვიცი. აი ნორვეგია არის, რომელმაც ბრეივიქს 21 წელი მიუსაჯა 80 ადამიანის მკვლელობისთვის, 117 სამართალდამცავის თუ 114 სამართალდამცავის მკვლელობას ის წარ გადაუშვებს თავზე ხელს. ამიტომ ეს ბუნებრივია იქ რაც ხდება და ბუნებრივია ასე მოხდება. ეს არის გარდაუვალი პროცესი. ყველაზე საშიში არის ის, რომ ეს ომი არ იქნას გაწელილი და არ იქნას ეს ყველაფერი გადასული სირიის მოვლენებში. თორე თუ სირიის მოვლენებში იქნა ეს ყველაფერი გაწელილი და გადასული, დასავლეთისთვის ეს ყველაზე ერთ-ერთი იდეალური სცენარი იქნება, იმას თუ რესურსებს ვერ დაეპატრონებიან. თუმცა სირიაში როგორ იყო, სადაც ქურთები იყვნენ და სადაც ნავთობბაზები იყო, იმ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ თვითონ. დედაშენს ელაპარაკე მასზე ნოდარ. დედაშენს. და ყველა თქვენაირი ქართველის დედას შევეცი, ვისაც ესა აქ რა ქვია, სეფივიდური ირანის დროშა აქ შემოკრული და დარბის და ირანის დემოკრატიაზე ელაპარაკება ხალხს. ამიტომ ახვიეთ აქ და მაგ ტელეფონის ნომერი კიდე ტრაქში გაიკეთე და დედაშენს გაუკეთე. ესეთი ლაპარაკი ჭრის თქვენთან, სხვანაირი ლაპარაკი არ ჭრის. იქნება ესეთი ვარიანტი, იმიტომ რომ ნავთობით მდიდარი რეგიონი, სადაც არის იქ არაბები არიან დასახლებული სპარსეთის ყურეში და სპარსეთის ყურის ტერიტორიებს ალბათ მიიტაცებენ ისე როგორც ქურთების ევრფრატს გაღმა ტერიტორია ჰქონდათ კანონოდ დაპატრონებული იმაში, რა ქვია, სირიაში და იქიდან ამოქაჩავენ ნავთობს და წაიღებენ და დანარჩენ ტერიტორიაზე იქნება ომი რეგიონში და რა შეაინტერესებს ახლა ამერიკას და რა შეაინტერესებს ისრაელს ირანში ამძულებული და აყროლებული საქმე, მე რეგიონს როგორ გადაედება, ან ამ დედამოტყუნებს რა შეაინტერესებს, ხო? ამ ფულს გადაუხდიან და აკეთებენ, ფულს გადაუხდიან და წავლიან მე შიგ ევროპაში ალბათ რო ამძულდება ქვეყანა და აკოთდება ქვეყანა და იქ თქვენი გამძლელი დედა შევეცი მე ადექით და წადით იმ ირანში. აგერა ყველა უახლოესი საზღვარი არის დაახლოებით 200 კილომეტრში. გადადით სომხეთს და წეთრიეთ იქ თქვენი დედა შევეცი მე და წადით და იქ აპროტესტეთ და წადით და იქ მიიღეთ მონაწილეობა. წადით, რა გინდათ ამ თბილისში რას დარბიხართ? რა გინდათ ამ საქართველოში ამ დროშებით რო დარბიხართ? წაეთრიეთ, თუ ტრაკი გაქვთ, თქვენი დედა შევეცი, აქ რო გენები გაქვთ, გადმოგდებული. წადით. რატო არ მიდიხართ? იმიტომ რომ დედას მოგიტყნავენ, ხო? ხო, და აქ დიხართ და ქართველს აგინებთ იმის გამო, რომ ტრაქში რატო არ უძვრება იმას, რა ქვია, სეფივიდური სპარსეთის დროშას. ბრძანე და გაგცემ პასუხს. აი ეს არის მათი ყველაზე მეტი სასიამოვნო სცენარი, მაგრამ ამ სასიამოვნო სცენარს დღევანდელი მოქმედი რეჟიმი არ მისცემს საშუალებას. იმედია არ მისცემს. თუ მიეცა ამ სცენარს საშუალება, საქართველოს დაქცევა მე ნახეთ და რეგიონის ქვეყნების დაქცევა. ხო, და ვინც ასე ტაშს უკრავს ამ ირანულ ოპოზიციას და ვინც ტაშს უკრავს ამ მკვლელებს და ამ სისხლის მსმელებს ირგვლივ, ვინც ვითომ და მშვიდობიანი მომიტინგეების და ვითომ და
ეკონომიკური გაჭირვების და ადამიანების უფლებების ხარდაჭერისთვის იბრძვის, ვითომ თბილისში იცავს ირანის უფლებებს, ამათ სულ ფეხებზე გედიათ. ესენი არიან დაავადებული ხალხი. ესენი ავადმყოფი ხალხი, ამათ უბრალოდ ასვი, აჭამე, კლუბში ატარი ალბათ, პლანი მოაწევიე და ასე შემდეგ. ირანის ხელისუფლება და მსგავსი ქვეყნების ხელისუფლება დემოკრატიულად და ცივილურად იქცევა და მართავს თავიანთ ქვეყნებს. გაცემ ამაზე პასუხს, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ქვეყნები, რომლებიც არც თავის თავს ცივილურ ქვეყნებს ეძახიან, თუმცა მე ვერ ხვდები ცივილური სიმართლე გითხრა, ცივილურ ქვეყნებში რა შედის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შეიძლება ამაზე ვიდაოთ, სადღაც მსოფლიოში შეადგენენ სადღაც 5-6% ალბათ რო აიღო, რაოდენობრივად. აბსოლუტური უმრავლესობა აფრიკის, აბსოლუტური უმრავლესობა აზიის, აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ ამერიკის, აბსოლუტურად ყველა არის რეჟიმების და დიქტატორების ქვეყნები. არის რეჟიმების და დიქტატორების ქვეყნები. არავისთან პრობლემა არ აქვს დასავლეთს, არავისთან პრობლემა არ აქვს შეერთებულ შტატებს, რომლებსაც აქვთ ნავთობი და თავისი პირობებით ყიდიან დასავლეთს და ევროპის ქვეყნებს. ყველა იმ ქვეყანასთან აქვს უფლებებზე პრობლემა, ჩემო ძმაო, რომელი ქვეყანას თავის ბუნებრივ რესურსებს არ ახუტებს მაგათ. აი ესაა ჩემი პასუხი. და თუ კი მსოფლიო დემოკრატიაზე არის ლაპარაკი, მოდი ერთი ის ღარიბი და გაჭირვებული ქვეყნების დემოკრატიზაცია დაიწყო, რომელსაც ნავთობი არ გააჩნიათ და იქ იმუშაო და იქ გაატარო. და რაშია საქმე კიდე იცი? ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ეს არის ასე. ავღანელ ხალხს აქვს უფლება, ისე როგორც თვითონ თulis საჭიროდ. და ავღანელ ხალხს უფლება აქვს, რომ ავღანეთს დაუძახონ საკუთარი სამშობლო და თავისი მმართველობის წესი ჰქონდეთ და თვითონ დაუძახონ, რას თვლიან ცივილიზებურად და თვითონ შეაფასონ რა არ არის ცივილიზებული. ისე აქვს ირანს მაგის უფლება, ისე აქვს სირიას მაგის უფლება. და თუ კი ირანთან პრეტენზიები აქვს ვინმეს დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მაშინ მე გეტყვი. და პირდაპირ გეტყვი იმას, რომ ირანში ბევრად დიდი უფლებები აქვს, ადამიანური უფლებები უფრო მეტი დაცული არის, როგორც ქალების, ისე კაცების, ვიდრე იგივე დასავლეთის მოკავშირე იმაში, რა ქვია, საუდის არაბეთში. იქ ქალთა უფლებები ცხოველების უფლებებს გაუთანაბრეს ახლა. და ხმლით ჭრიან ქუჩაში თავს დღესაც. მეფე არის აბსოლუტური მონარქია. ამაზე არავის პრობლემა არ აქვს. მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს ის საზოგადოება თulis რომ მას უნდა ასე ცხოვრება და ამ ქვეყნებთან შეერთებულ შტატებს არ აქვს პრობლემა. ჰიჯაბის ტარებაზე, ქალთა უფლებებზე და მსგავს რაღაცეებზე დასავლეთს რეალური პრობლემები რო ქონოდა, არაბების ტრაქში არ იქნებოდა შემძროალი. ხო, ეხლა ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს სხვა ქვეყანაში როგორი რეჟიმია, ნუ ცხოვრობ შენ იმ ქვეყანაში და ნუ მიდიხარ და ნუ ახვევ თავს შენ იმას ღირებულებებს. და ცივილიზებულ სამყაროში იმას თუ ვთვლით ჩვენ რომ აი როგორი არის ცივილიზებული სამყაროში არ მიმაჩნია რომ ცივილიზებულ სამყაროში ბავშვებს სქესის გადაკეთების უფლება უნდა ჰქონდეთ და არ მიმაჩნია ის რომ ცივილიზებულ სამყაროში ადამიანები უნდა იჯდნენ ციხეში სასამართლოს და გამოძიების გარეშე და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. აი მე არ მიმაჩნია რომ დღევანდელი ასაც შენ ეძახი ცივილიზებული ქვეყნებს, ისინი ცივილიზებულები არიან ძალიან ბევრ რაღაცასთან ერთად. რატო თulis ვინმე რომ აქვს უფლება სხვა ქვეყანას ჭკუა ასწავლის? ვანო უბრალო ხალხმა რა უნდა ქნას, როდესაც საკუთარი ხელისუფლება თავზე ასაქმებს და კი ბატონო. ეს ზოგადად ადამიანური პრობლემა არის, გეთანხმები. და იგივე ხდებოდა მაგალითად შეერთებულ შტატებში, როდესაც ადამიანებმა ჩათვალეს, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს, გამოვიდნენ ქუჩაში და შევიდნენ ემაში, კაპიტოლიუმში. უდანაშაულო შეუიარაღებელი ხალხი ჩახოცეს, მაგრამ ამაზე პროტესტი და პრეტენზია არავის არ ქონია. და ეს აქტი ჩაითვალა 11 სექტემბრის ტერაქტის მსგავსად შეერთებულ შტატებში.
ხო? ნორმალურ სიტუაციაში არსებობს მშვიდობიანი პროტესტების ფორმა. არსებობს გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხალხს, როდესაც რაღაცა აწუხებს, მუშათა კლასი იფიცება, გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ. და როდესაც სახელმწიფო აპარატი გაფიცული არის, მაშინ ნებისმიერი ხელისუფლება ახდენს უკან წასვლას. ეს არის ცივილიზირებული პროტესტის ცივილიზირებული მეთოდი. უნდა შეძლოს და უნდა მოახერხოს ლიდერებმა, რომ მსგავსი პროტესტებით დაახევიოს უკან. მაჰატმა განდის გენიალურობა ზუსტად იმაში არის, რომ მან შეძლო მშვიდობიანი ფორმებით მიაღწია იმას, რასაც უნდოდა კოლონიზატორთან. და ამიტომ არის ის ლიდერი, და ამიტომ არის ის ისტორიის ნაწილი, რომ მან შეძლო ის, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. და თუ არის ამხელა განწყობა, ახლა ირანში თუ არის თქვა სიტყვაზე 40% უკმაყოფილო, 60% კმაყოფილია. რატო აქვს უფლება 40%, 60%-ს მოახვიოს თავისი რამე თავს? ამიტომ მშვიდობიან პროტესტებს აქვს მშვიდობიანი პროტესტის ფორმა. და როდესაც ელემენტარულად ავიღოთ ჩვენ კონკრეტულ სიტუაციაზე ლაპარაკობთ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაშინ გავიხსენოთ ის, რომ პროტესტები საქართველოშიც უამრავი გამართლა, მაგრამ შედეგი არ გამოუღია. იმიტომ რომ გარიძალებიდან იყო მართული. და ირანის სიტუაციაში, როდესაც შენ გეუბნებიან, ცუდი არის ეს შენი სულიერი ლიდერი, და აგერ მყავს მე კარგი შენი სულიერი ლიდერი, თუ რა ვიცი, მეფე თუ შაჰი, რომელიც შაჰიც გუშინ და გუშინწინ იყო და ეხვეოდა და კოცნიდა და პროშნიდა იმ ხალხს, რომელი ხალხიც ბომბავდა ირანს და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შენ როგორც ქართველი ასეთ ქართველს მიიღებდი პირველ პირად პროტესტების შემთხვევაში? ნუ რა თქმა უნდა არ მიიღებდი, ხო? ასე არღებულობს ამ შახს და შახის იმას ეს ხალხი. რაც არ უნდა ახვიოთ თავზე. კი, არის იქ ქვეყნის შიდა პრობლემა არის, იქ ქვეყანაში თუ რამე არასწორი მმართველობა არის და ქვეყანაში თუ რაღაცა არასწორი საზოგადოებრივი ცხოვრების წესია, ეს უნდა შეცვალოს თავისმა საზოგადოებამ. და არა ამერიკულმა ტანკებმა, ბომბებმა, ისრაელის რაკეტებმა და ასე შემდეგ. გაიხარე, ანუ მშვიდობა მოგწეს ღმერთმა. მე ნებისმიერ აზრს პატივს ვცემ, რომელიც საწინააღმდეგო არის, ის უფრო მაინტერესებს, რომ მოსმენილი იყოს, ვიდრე სიტყვაზე თანამოაზრის ისედაც გასაგები არის, მაგრამ ახლა როგორც შენ სვამ ადამიანურად კითხვას, ასე უნდა დასვას ადამიანმა, ხო? დაგვიანებით შემოგვიერთდით, ალბათ იმ ბიჭის ჩამოხრჩობა და მსგავსი რაღაცეები, რასაც პროპაგანდირებენ, ჩვეულებრივი საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი არის, ისევე როგორც სიგარეტის დაწვით გაპროტესტებული აიათოლას რეჟიმი. და მე გეუბნებით თქვენ არ იცნობთ ირანს რა ქვეყანა არის? არ იცით ძირითადად არ მომხდარა საერთოდ შეფასება, ხალხს გონია რომ ირანში არის სულიერი ლიდერი და ეს სულიერი ლიდერი ვისაც უნდა იმას მოკლავს, ვისაც უნდა იმას დაწვავს, ხალი ვერ გამოვა, სახეს ვერ მოიხსნის, თუ არა დამწვარია, სული გაძრება. თურმე ქალებს ხოცავენ, თურმე ასე არის, არ არის ასე ხალხო. არ არის ეს იქ, არ ხდება ესეთი რაღაც. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა. ქალებს ირანში უდიდესი უფლებები აქვთ და ძალიან დიდი უფლებები აქვთ. მინისტრები არიან ქალები. პარლამენტარები არიან, პოლიციის უფროსები არიან. აი მაგალითად ინფრასტრუქტურის მინისტრი და კავშირგაბმულობის სატრანსპორტო კავშირგაბმულობის მინისტრი არის ქალი. ბევრია ეგეთი. რაც წარმოუდგენელია ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთში. წარმოუდგენელი იყო სირიაში, ხო? დღესაც წარმოუდგენელია. და სხვა უამრავ ქვეყნებში. ეს არის ჩვეულებრივი ომი. ამ ქვეყნის დასანგრევად, ამ ქვეყნის რესურსების მისატაცებლად და ამ ქვეყანაში ინტერვენციისთვის, ახლა ვისაც გინდათ გჯეროდეთ, ამათი ნაბოდავის, რომელიც ნაბოდავსაც
ფორმულა და TV პირველი და მსგავსი ბიონაგავი ტელევიზიები ახორციელებენ და გნებავთ, ნუ გჯეროდეთ. აი, ახლა მინდა ალბათ ნახავს ალბათ ეს ჩემი გამომწერი არის YouTube-ის არხზე, რომელიც წაიგეთ თქვენც ალბათ როგორ უყურებს, საერთოდ ქართველები აი ასე უყურებენ ამ მოვლენების შეფასებას. არ მინდა მე ამ ადამიანზე არც ცუდის თქმა მინდა, არც კარგის თქმა მინდა, უბრალოდ არის ზედაპირული დილეტანტური დამოკიდებულება. გუშინ როდესაც ვსაუბრობდი მე დევნილთა ნაკადებით გაივსება საქართველოს თუ ეს მოხდა, აი როგორი დილეტანტური პასუხია. დევნილებიო, მილიონობით დევნილი თუ შემოვაო საქართველოსშიო, ლარსზე გავდენითო. გაუშვებთო ლარსზეო და რუსეთში წავაო. იქ არაფერი ომი არ იქნებაო, არაფერი სისხლის ზღვა არ იქნებაო, 2-3 თვითმფრინავი გადმოფრინდება, დაბომბავს, გასწორებს ყველაფერს მიწასთანო და ხალხსო და უბრუნდებაო ესო, რა ქვიაო, 1-12 დღე უნდაო კიდეო მაგ ამბებსო და მოყომარდება ყველაფერი. ახლა ეს არ მინდა ამ ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ აი ეს ნაზრები, ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია? არ ყოფილა კაცო ის გოგო იყო კანადის მოქალაქე და კანადაში იყო და ჩაწერეს 20 წამიანი ისა პერფორმანსი და მაგით მოხდა გაპიარება მაგ ყველაფრის და ისე ხდება აქაც ამ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით დასჯიან ბევრ სიკვდილით ირანში. აი კი დაუწერე 5 ვარსკვლავიანი გენერალი ხარ 5-იანზე იმაშვები ყველაფერს თქვა, მაგრამ ძირითადი შეხედულება ამ ხალხის არის ასეთი. მერე რა თუ მილიონობით ტოლვილი შემოვა საქართველოში, მერე რა თუ იქ დაიბომბება და განადგურდება ყველაფერი, რაც ირანთან პრობლემებს ქმნის, მერე ეს არაფერი კაცო, მთავარი აიათოლა არ იქნება და ის დევნილები ვინ შემოვლიან თურმე იმიდან, რა ქვია, ირანიდან, თურმე მუსულმანურ ჩრდილო კავკასიაში გავრეკავთ და გადავრეკავთ როგორც ცხვარს. ცხვარს ვერ გადარეკავ, შეუპატრონო მილიონს. ადამიანებს გარეკავ? ან გარეკავ ერთი გარეკავ, იქ მიიღებს ის? რუსეთის სხვას კი არაფერს არ უფრთხის. ხო, ჩემო ძმაო, ჰუმანური უნდა იყოს. ალბათ ეგენი ჰუმანიზმს რას უძახიან, იცი? ლაზარიას, გრიგორიადისი, რომ მივა და გადაარტყამს თავში ვიღაცას იმას წაკიდებულ მოლოტოვის კოქტეილს და მერე პრეზიდენტით დაწყებული, იმით დამთავრებული ყველა რო ნიფხავს იგლიჯავს სტანზე, რომ ლაზარიკოს რამე არ მოუვიდოს. ასე უნდა ვექცეოდეთ და თუ მოკიდა იმ სახელმწიფომ ხელი და უთხრა, შენ ბიჭო, ჰევ, ჯერ ერთი მტრიდან ღებულობდი დავალებას ამ ქვეყნის. ასრულებდი შენ ქვეყანაში შენი ქვეყნის სამართალდამცავ ცოცხლად წვავდი და მოღალატე ხარ და ტრის იმის შემსრულებელი ხარ და ამიტომ უნდა მიგესაჯოს სიკვდილი და ამიტომ ხარ ჩამოსახრჩობი. ამიტომ ცუდი ქვეყანაა ის. ის არის ცუდი ქვეყანა. ცუდი ქვეყანაა, იმიტომ რომ ტრუსიკის ამარა ვერ დადიან ქუჩაში. რა თქმა უნდა ცუდი ქვეყანაა. არ იმართება გეი პარადები ქვეყანაში, რა თქმა უნდა ცუდი ქვეყანაა. ვერ გამორბიან ირანელი ქალები ქუჩაში როგორც საქართველოში და ვერ ყვირიან, რომ ჩემი ფუჩუ, ჩემი არჩევანი. რა თქმა უნდა ცუდი ქვეყანაა. ის არ შეიძლება მაგაზე არა ლაპარაკი. ის ამერიკაში თუ რამე ხდება ვიღაცას მოკლავენ პენსილვანიაში, იმაში ეს არაფერი, ეს ჩვეულებრივად შეიძლება მოხდეს. არა, მაგი არაა პრობლემა. აქეთ არ უნდა მოხდეს. ხო და ხალხო დაიცალეთ აი ამ პროპაგანდიდან და შეხედეთ სამყაროს რეალურად. რას უნდა გამოვეხმაუროთ ჩიჩილაკა რას გააკეთებს ქალბატონო ლაშა ხო რას გააკეთებს ჩიჩილაკა კარგს რა უკეთებია ჩიჩილაკა კიდევ არაბებს თუ ჩამოასახლებს აქ და ფულს თუ ჩამოიტანს და დაგისახლებს არაბს თუ არა სხვას რას გააკეთებს ახლა და ამ თემაზე ვლაპარაკობ უბრალოდ და
არ მეჩიჩილაკება ახლა მაგისთვის რა მოხდა კაცო ინვესტიციები მოაქვს კაც და მოყავს აგერ ხალხი ირანელ ტოლვილებს მუშად გამოიყენებენ და არაბულ ინვესტიციაზე ქვეყანას ააშენებენ ჩემო ძმაო თუ არ გინახია შემობძანდე აზიმუტის არხზე და ნახე შენი თვალით მშვიდობიანი მოსახლეობა წყალებში ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი მოსახლეობა თუ რას აკეთებს არ ვეთანხმები ირანში რაც ხდება არ ვეთანხმები არ არის ეს პროტესტის ფორმა ეს არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შესრულება შენი ქვეყნის წინააღმდეგ არ ვეთანხმები ირანი იქნება იქ თუ ნებისმიერი ქვეყანა რომელი ქვეყანასაც დაუპირებენ რომ თავს დაესხან და გაანადგურონ ყველა ქვეყანა ვალდებულია დაიცვას თავისი თავი ხო რა გინდა აბა ეხლა იმას რატო არ ვეთანხმები იმას რომ ვიღაცა ისრაელის დაკვეთით და ამერიკის დაკვეთით და დასავლეთის დაკვეთით იარაღს იღებს ხელში და მისი ქვეყნის პოლიციას ტყვიას ესვრის აჯანყებულებს რატო არ ვეთანხმები მეჩეთებს წავს თუ შენ რა იცი ვინა ეგ აიათოლა კაცო გიცხოვრია იქ გიცხოვრია იცი გაურიცხორება თუ რასაც ტივი პირველი გეუბნება იმის გჯერა და ამის გჯერა თუ შენ ვინ გეკითხება მოგწონს თუ არა აიათოლა მე ვინ მეკითხება მომწონს თუ არა აიათოლა მოწონს იმ ქვეყნის უმრავლესობას და იმიტომ არის იმ ქვეყნის უმრავლესობას რო არ მოწონდეს ის რეჟიმი იქ არ იქნებოდა რეჟიმს რომელსაც აქ 40% მხარდაჭერა მომისმინეთ წუთი აი ეს არის манипуляция იცით აი ეს არის ტიპიური манипуляция რომ თურმე მშვიდობიან ხალხს ხოცავენ არანაირი მშვიდობიანი ხალხი არ იხოცება იქ კი ხალხი უბრალოდ ყოველთვის ეტნევა ამ ყველაფერში მაგრამ ამ არეულობას ვინც აწყობს იქ არის კბილებამდე შეიარაღებული აი ესე რომ წიოდნენ და კიოდნენ დასავლეთის ელჩები რომ აი ხალხს ხოცავთ ასე შვებით ისე შვებით დაუძახა ირანმა მოიყვანა ყველა ქვეყნის ელჩი, ყველა ევროპის ქვეყნის ელჩი, დასვა, ჩაურთო ყველა ის ვიდეოები, რომელი ვიდეოებშიც თავიდან ბოლომდე იყო ნაჩვენები თუ რას აკეთებდნენ, ეგ მშვიდობიანი მომიტინგეები. და მორჩელა დამთავრდა. აჰა, ეს თქვენი მშვიდობიანი მომიტინგეები. თქვენ გაქვთ ნანახი? მე მაქვს ნანახი. ნახე, შემობრძანდით და ნახეთ. ხოდა ახლა თუ თქვენ თვლით იმას, თქვენ თუ იმას მშვიდობიან მოსახლეს ეძახით და მშვიდობიან ხალხს ეძახით ადამიანები, რომლებსაც იარაღები აქვთ აღებული და პოლიციელები იქნებიან თუ ხალი იქნება თუ კაცი იქნება თუ ბავშვი იქნება და თავში ტყვიას ესვრის და მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ შენობებს და მეჩეთებს და ასე და ასე და ასე და ასე. ეგ თქვენი პრობლემა არის. რა ვიცი, ჩემო ძმაო, ელემენტარული კითხვა მიჩნდება. კიდე ერთხელ გავიმეორებ. შეერთებულ შტატებში ხო დემოკრატია. ხო არ დემოკრატია. ხო და შათვალა ხალხმა რომ გაუყალბეს არჩევნები. და მიადგენ უბრალოდ იმას, რა ქვია, მშვიდობიანი პროტესტით კაპიტოლიუმს. რამდენი ადამიანი მოკლეს? ვინმე მაგო პასუხი? ის ხალხი დაიჭირეს კიდე აქციის მონაწილეები. დააპატიმ რა ვინმე მის პოლიციელი, ვინც თავში ესრულა იმ ხალხს. თან ვეტერანები იყვნენ სამხედრო სამსახური ავღანეთში ქონდათ გავლილი იმ ხალხს. ეს არ იყო დიქტატურა? ხანდენი ხალხი ყველა შეგზავნილი არ არის შემოწმეულ, მაგრამ ახლა 90 მილიონიან ქვეყანაში 2 მილიონის და 3 მილიონის აჯანყება არანაირი პრობლემა არა. არანაირი პრობლემა არა. 90 მილიონიან ქვეყანაში 2 და 3 მილიონი ყოველთვის იქნება უკმაყოფილო, რანაირი ხელისუფლებას არ უნდა გყავდეს. ყოველთვის მონახავ დასაყრმენს დიდ ქვეყანაში, რომელშიც მასშტაბებში დიდი გამო. მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის 2 მილიონი, კი ბატონო, არის გაჭირვებაც არის ირანში და 1000 უბედურება არის, სანქციებშია ქვეყანა, ამდენი წლებია და ამდენი მტერი ყავს და არის. მაგრამ ეს 2 მილიონი რო გამოვა, ქუჩაში 88 მილიონი უნდა ემხრობოდეს და ეთანხმებოდეს ის 2 მილიონი, რასაც ითხოვს.
არ ვამბობ რომ იმენა ყველა. ეხლა გიგა შენ ხო ქართველი ხარ და საქართველოს ამბავი იცი, რამდენი სიტუაცია ყოფილა, ხალხი გულწრფელი პროტესტით გამოსულა ქუჩაში და თავში ჩაბდგარა მე ისეთი ადამიანები, რომლებიც აგრესიულ ეგზალტირებულ ბრბოთ აქცევდა შემდეგ ამ მიტინგს. და ხელისუფლების დამხობას მოითხოვდა. რომ ყოფილიყო აქ ეკონომიკური პრობლემები, დღესაც ეკონომიკური პრობლემები იქნებოდა. 2 საათში შეიცვალა ყველანაირი ეკონომიკური მოთხოვნა. ხოდა, ჩემო ძმაო, ერთ რაღაცას გეტყვი რა. 90 მილიონიან ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს და იქ ცხოვრობენ, ისინი იმათმა 10-15%-მა რომ ჩათვალოს, რომ მართლა ასე არის, მაშინ ქუჩაში რამდენი ახალგაზრდა გამოვა, იცი? 1 მილიონი და 2 მილიონი კი არ გამოვა. 90 მილიონის 10% არის 9 მილიონი. 10%-ზე მაქვს მე ლაპარაკი. და 9 მილიონი ადამიანი იმხელა ძალა არის, ამას სახელმწიფო აპარატი ვერ გაუმკლავდება. როდესაც ქუჩაში გამოდის ერის, ვთქვათ, დიდი ქვეყანა არის და გამოდის ამ დიდი ქვეყნის მოსახლეობის სადღაც 200,000, 300,000, ხო? რომელიც წინააღმდეგია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ერი წინააღმდეგია. ამიტომ რაღაცა შეხედეთ რეალურად. ამაშია საქმე. ნებისმიერ ქვეყანაში მონახავთ თქვენ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხალხს. რაღაც რაოდენობას. და რათაც მეტი დიდი არის ქვეყანა, რაოდენობა რიცხობრივად მეტი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა წინააღმდეგია ამ ყველაფრის. ხო და რაც საერთოდ საინფორმაციოებში ვრცელდება, მე გეუბნებით, რომ ეს არის 100%-იანი ტყუილი. 100%-იანი ტყუილი, იმიტომ რომ ტელევიზიები არა მარტო ამ მხრიდან, ირანის მხრიდანაც. ორივე მხარე არის პროპაგანდისტული. მაგრამ მე ვამბობ რეალობას ადგილზე. რომ რეალობა ისაა, ძმაო, მოახლა მოკლავენ, აბა რა სიზამენ, თუ ჩემი ძმა ხარ, როდესაც შენ გამოხვალ შვიდობიან მომიტინგეს დაუძახებ, შენ თავს და მოლოტოვის კოქტეილებს აიღებ და ვინჩესტერებით შეიარაღდები და იმას თავშისროლას დაუწყებ, იმას სამართალ დამცავს და გადაწვავს და იმას და ამას. ნუ ახლა არც მე ვამბობ, შენ შემოგევლე, რომ ირანი ჩვენი მეგობარი და ძმა არისო და ჩვენ საერთოდ მეგობარი არ აქვს. არ გვყავს ქართველს მეგობარი არ აქვს. მეზობელი ქვეყანა და იქ მომხდარი უბედურება გადმოვა აქ. ამაზე მაქვს მე ლაპარაკი. არც მე ვთვლი ირანელებს ძმად და მეგობრად და არც ამერიკელებს და არც ევროპელებს ვთვლი მე ძმად და მეგობრად. არის ის ქვეყანა ისეთია, როგორიც უნდა, არის იქ ხალხი ცხოვრობს და თუ რამე არის იმ ქვეყანაში შესასვლელი შეცვლიან თვითონ. ესაა და ეს. ხო და აი მაგაშია საქმე და ეხლა ქართველებმა ჯერ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ, არ ჯობია, რომ ჩვენი დღეს რომ აი ქართველების სისხლის მსმელის სეფივიდების ირანის დროშას მოიხვევს ქართველი კაცი და ქართველი ქალი და გამოვა ქუჩაში და დაიწყებს, რომ ირანს თავისუფლება და დემოკრატიაო, ეს არა სირცხვილი და ეს არა ჩვენი წინაპრების და ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა, მიფურთხება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არის, ხო? მიხედავენ ისინი მის თავს. ასე ძალიან რო ყვარებოდა შახი ირანელ ხალხს, იქ რევოლუცია არ მოხდებოდა. არ უყვარდა შახი. და ასეთი კაი და გადასწარევი ცხოვრება თუ იყო, არ გადატრიალდებოდა ის ქვეყანა. დამიჯერე. არ იყო კაი და გადასწარევი ცხოვრება. ცუდი ცხოვრება იყო. იყო ელიტა, რომელი ელიტაც ძღებოდა და იყო მშიერი ხალხი. შენ შემოგევლე, რა ვიცი, როგორც გინდათ, მასე შეხედეთ მაგ ყველაფერს და ტრამპი და ისრაელი და დასავლეთი და ესენი სულ ფეხებზე კიდიათ იმათ ირანელი ხალხის მომავალი და ის დაღუპული ხალხიც იმ ქუჩაში. საერთოდ არ აინტერესებთ. საერთოდ.
რათაც მეტი დაიღუპება, მით მეტი კარგია, მით მეტი გაბრაზებული იქნება. მათ აქვს თავისი ინტერესები. თავისი ინტერესები რა არის? ახლა ამერიკა ნავთობს რო სადღაც დაინახავს, ბიჭო. ელემენტარულ კითხვას გისვამთ. თურქეთი ხო არის ამერიკის მოკავშირე? გმობს ვენესუელაში მომხდარ ამბებს და ამბობენ ესეთ რაღაცას. როგორც ზვიგენის სისხლს დაინახავსო, ამერიკელები სადაც ნავთობს დაინახავენ, აი ისე არიან გამწარებული იქაობის შესაჭმელად. ვენესუელას ბედიღბალი რა შეადარდებდა? ნავთობი იყო. ერაყის ბედიღბალი რა შეადარდებდა? ნავთობი იყო. ირანის ბედიღბალი რა შეადარდებს? ნავთობია. სირიაში ნავთობია. ბიჭო, ისეა რუსეთიც და ისეა ყველა ქვეყანა თავის ინტერესებშია, რა არის ამაში გადასარევი? შენ კი ბატონო, ყველა იმპერია ჩათლახია. მე ელემენტარულს საუბრობ. ჩვენ ქართველებს ზედგამსახურდია რო ავირჩიეთ. გვინდოდათ ქართული ცხოვრება. ეროვნული სახელმწიფოს აშენება გვინდოდა. ეროვნული სახელმწიფოს აშენება უნდათ საქართველოში ზედგამსახურდიას და მის თანამებრძოლებს. რა დაუშავეთ ჩვენ სოფლიოს და სამყაროს იმის ფასი, რომ საქართველოში ეროვნული სახელმწიფოს წინააღმდეგ დასავლეთი, ჩრდილოეთი ყველა შემოგვესია და დაგვამხობია რეჟიმი და პრეზიდენტი მოგვიკლა. და დღესაც რამეს თუ იტყვი, ეს თურმე ეროვნული ყველაფერი არის ცუდი. ბიჭო, ისეა ის ქვეყანაც, კაცო. იმათ ისე უნდა ცხოვრება. ამაშია საქმე და როდესაც ამაში არის საქმე, ხო, რაღაცას სამართლიანად ხო უნდა შევხედოთ. ხო და ისეა ის ქვეყანა, ახლა მოგწონთ თქვენ, არ მოგწონთ, აფასებთ, არ აფასებთ, ასე მიგაჩნიათ, ისე მიგაჩნიათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს. მნიშვნელობა აქვს ერთ რაღაცას. იმ ხალხს თავისი წესრიგი აქვს. ხარ დამყოფი აღმოსავლეთში? ხარ რომელიმე ხარ დამყოფი? მე ვარ დამყოფი. ერაყშიც ვარ დამყოფი, კუვეითშიც ვარ დამყოფი, თურქეთშიც ვარ დამყოფი და კარგად ვიცი ეს მუსულმანური ქვეყნები. იცით ხალხო რა დემოკრატიაზე და რა ადამიანი, რა სოციუმია, რა საზოგადოება, როგორი დამოკიდებულება არის. როგორი ხედვა ცხოვრების მიმართ, სიცოცხლის მიმართ, უფლებების მიმართ, საერთოდ წარმოგიდგენია. ყველა ქვეყანაში ამ დემოკრატიის შეტანის ცდელობამ, დემოკრატიის სახელით რაც ჩატარდა, ყველგან გამოიწვია სისხლისღვრა, ომი და უბედურება. არ უნდა იმ ხალხს ესეთი ცხოვრება, ისე ცხოვრობენ როგორც უნდათ. რა არის ამაში გაუგებარი? არც მე მინდა საქართველოში ლიბერასტული ცხოვრება. და იძულებული ვარ, რომ აღარ დამაყენეს ქვეყანაში წამოვედი აგეთკენ, მინდა ქართული ეროვნული ცხოვრება. ამის თქმა გამიხადეს ჩემ ქვეყანაში დასჯადი. და აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ეროვნული ქართული ქრისტიანული ცხოვრება საქართველოში. არ უნდა ეს ლიბერასტული პიდარასტული ცხოვრება. არ გვაძლევენ ამის საშუალებას და ისე არ აძლევენ იმ ქვეყანასაც იმის საშუალებას ისე იცხოვროს როგორც უნდა და კიდევ ერთხელ გეტყვი. 10% რო იყოს წინააღმდეგი და გამოსვლელი ქუჩაში. ქუჩაში არ იქნებოდა 100,000, 200,000, 300,000 ადამიანი. იქნებოდა 9 მილიონი ადამიანი. 9 მილიონი არმია არ აყავს ირანს მიუხედავად რომ დიდი არმია ყავს. 9 მილიონი ადამიანს ვერავინ ვერ დააკავებს. ჩვეულებრივი პოლიტიკური სიბინძურე ტრიალებს. გარე ძალებიდან ჩარევით. ეგაა და ეგ მეტი არაფერი. კარგი, ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, აღარ გავაგრძელებ უბრალოდ ამ თემასთან საუბარს, მაგრამ ბიჭო, რომელ დემოკრატიაზე და რომელ რამეზე არის ლაპარაკი, აი, ელემენტარულად, ხო, აი, ჯერეთი ვინ დანიშნა შეერთებული შტატების მსოფლიო პოლიციელად, მე და მეორე. საუბრობთ ირანზე და რატო გვავიწყდება ის, რომ რას აკეთებს ტრამპი იგივე თავისი მოკავშირეების მიმართებაში. მტრის მიმართებაში კი არა, მოკავშირეების მიმართებაში რას აკეთებს. აგერ გრენლანდია მიაკ. გრენლანდიამ დანიამ ჯარები შეიყვანა. ბაზებს ხსნის და ასე ეუბნება, არაო ძმაო, თქვენო ნატო ჩვენ დაგვეხმარეთო, რომ გრენლანდია გახდეს ჩვენი. ამ ხელა სოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული.
ყველაზე მდიდარი კუნძული. თუ არა მე თუ არ წავიღებ, ამას მთელი ნატოს ჯარი ვერ დაიცავს გრენლანდიას. რუსეთი ან ჩინეთი მიიტაცებს. ახლა ვის გჯერათ ამისი? ვის გჯერათ ამ სამართლიანობის და ვის გჯერათ, რომ ესეთი ხალხი რაიმეს ვინმესთვის გააკეთებს? არ ვიცი, ზმო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და შეხედეთ ამ ყველაფერს ისე როგორც გინდათ. ერთს ვიტყვი უბრალოდ ეგრეთ წოდებული დემოკრატია, რასაც იდეალიზმში წარმოიდგენენ. არასდროს არსად არ ყოფილა და არასდროს არსად არ იქნება, ისევე როგორც კომუნიზმი არ ყოფილა არსად და არსად არ იქნება არასდროს. არ არსებობს ფურცელზე რაც იწერება პრაქტიკაში ყველაფერი ისე რეალიზდებოდეს და იმიტომ. და უფრო მეც გეტყვით კიდე ის კომუნიზმი უფრო მეტი ის საბჭოთა კავშირი და გეგმიური ეკონომიკა თანამედროვე პერიოდში ხელოვნური ინტელექტის პერიოდში უფრო რეალიზებადი არის და უფრო შესაძლებელი არის ვიდრე დემოკრატია. და ეს სხვანაირი პრინციპი არის მართლობის. დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და რა ვიცი, ახალი წელი არის და გისურვებთ ყველაფერ კარგს და სიკეთის წელი ყოფილიყო, ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთისკენ მოbrunების წელი ყოფილიყო. არა, ჩვენი საქმე. მინიმუმ ჩვენი საქმე არაა იქ რა ხდება. და მინიმუმ ჩვენი საქმე, მთავარი საქმე ისაა, რომ ქართველებმა ერთმანეთი არ ჭამოთ და არ ვაგინოთ კარი და ცოცხალი და ვიღაცა აიათოლას მხარეს არ იყოს და ვიღაცა მიტინგების მხარეს არ იყოს. არა ვარ მე არც ერთის მხარეს. მე უბრალოდ პროგნოზიურ რასაც ვხედავ, რაც მოხდება, ის რაც მოუტანა ჩემ ქვეყანას, ეგი მალაპარაკებს, თუ არა. ფეხებზე მკიდია აიათოლაც. ფეხებზე მკიდია ის მიამბოხეს და ფეხებზე მკიდია საერთოდ ირანის სიმართლე გითხრა ისტორიაში, ისტორიულად სისხლისღვრის და უბედურების მეტი არაფერი არ გვაკავშირებს მაგ ქვეყანას და მიუხედავად იმისა, ყველაზე დიდი კულტურული დამპყრობელია. არ მაინტერესებს მე ეს ახლა აიათოლას აგენტს დამიძახებენ ალბათ. მე გეუბნებით სიმართლეს, რა შეიძლება მოხდეს, ხვალ მერე იქნება გვიან. და მთელი ეს ტელევიზიები რასაც გააკეთებენ. მე რატო გეუნები შენ შემოგევლე ძმაო, იცი? აი ერთ რაღაცას გეტყვი რა, ამას რატო ვლაპარაკო? შეხედე? აი ეს ვიღაცა ჩამოყალიბებული დიშლა, ვიღაცა არ ვიცი ვინა ეს მახარაძე რომა. ბლოგერი ყოფილა ძველი და ის და ის. და მთელი ეს საბიონა გავეთი. ლანძღავს და აგინებს გიორგი გველესიანს, ქართველ ბიჭს, რომელიც ირანში ფეხბურთს თამაშობს. რა უნდა ექნა ახლა გიორგი გველესიანს გამოსულიყო და ქუჩაში დამდგარიყო იმგენი საქვია ოპოზიციონერების მხარეს, აი ირანის თავისუფლებისთვისო? თუ რა უნდა გაეკეთება, აი კითხვას ვსვამ, რატო აგინებენ ამ ბიჭს? და აქ ერთი და ორი კი არა, ასობით და ათასობით ეგზალტირებული სირი. რას ერჩიან? იმას ერჩიან, რომ რას ქვია, თურმე და არ გამოვიდა მიტინგების დროს და შიგ ევროპაში გვინდა უკნიდანო არ იძახა. ფეხბურთელია, თამაშობს, არ აინტერესებს პოლიტიკა. აი ეს ვერ შეიგნო ამ ხალხმა. რა შუაშია ეს ბიჭი საერთოდ ირანის ხელისუფლებასთან, რეჟიმთან და ვინ არიან ეს დედამოწყნულები, კაისმეტი რა უკეთებია, თავგანწირვით საქართველოს ნაკრებისში უთამაშია და თავი დაუდევს. ხოდა მაგას ვამბობ, ჩემო ძმაო, ყლეები რო არიან ბუდიში ამ სიტყვაზე და ნაწილები რო არიან და დედამოწყნულები რო არიან, ქართველს რო ქართველს აჭმევიებენ ერთმანეთს და არ უნდა ჭამდეს ქართველი ამის გულისთვის ერთმანეთს. არ როგორც ამ ბიჭს არ უნდა ლანძღავდეს ახლა მთელი ნორმალური ქართველობა, ისე ნორმალური ქართველობა აიათოლას და ოპოზიციის გამო ერთმანეთს არ უნდა ლანძღავდეს და აგინებდეს. ესაა აქ უბედურება. რაშია საქმე და ნებისმიერ ომს ბისმარკს აქ ნათქვამი აი შვენივრად არასდროს ისე არ იტყვებიან როგორც ნადირობის შემდეგ არჩევნების წინ და ომის დროსო. ომია იქ და პროპაგანდაა და ქართველებს მიზეზები უბრალოდ არ გველევა ერთმანეთის საჭმელად და არ არის ეგრე მოდი ჩვენ იმაზე ვილაპარაკოთ რომ ჩვენთვის რა იქნება უკეთესი აიათოლა რო იქნება იქ თუ
სირიის სცენარი რო წავა და მე გეუბნებით სირიის სცენარი რო წავა იქ, ეს იქნება საქართველოსთვის დამღუპველი და უბედურება. ამაშია საქმე, მეტში არაფერში. შემოგევლე ძმაო, არ გეუბნები მე ვინმესტი ხარ თუ ამ კი ბატონო შენაირი შეხედულებებისაც მესმის, იმიტომ მესმის, რომ იმ საინფორმაციო ველი საქართველოში რაც ტრიალებს, საინფორმაციო ველი ახდენს ადამიანების გონების მოწყობას. შენ მაგთემით ირანში ნამყოფიც არ ახარ, არც არავინ ცხოვრობს იქ და არ შეგისწავლია, გაგიგია მხოლოდ ცუდი, რომ ვამპირების და უბედურების ხელშია იქ გაობა. და რა თქმა უნდა, იმათ წინააღმდეგი ხარ, ადამიანი ხარ და ადამიანის მხარეს ახარ, მაგრამ არც ისინი არიან ვამპირები და არც ისინი არიან ადამიანების უფლებების დამცველები, რასაც ლაპარაკობენ. სინამდვილეში სულ სხვა, ამიტომ არის ეს საინფორმაციო ტყუილი. ის სანამ შენამდე მოვიდა ინფორმაცია, იმან 9 შრე გაიარა, უზარმაზარი ფული იხარჯება საზოგადოების განწყობის შექმნაში და შეიქმნა ესეთი განწყობა, რომ შენ გჯერა, რომ ისინი ცუდი არიან, ესენი კარგი არიან. ცუდი ბიჭები და კარგი ბიჭები. ჩემი ქვეყნისთვის ორივე ცუდია. უბრალოდ მე მირჩევნია, რომ მშვიდობა იყოს იმ ქვეყანაში, ვიდრე ომი და უბედურება იყოს, რომ ჩემი ქვეყანა არ დაზარალდეს. კარგად ვსანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.